საქართველოს მიიღო კანონი, რომელიც ამბობს, რომ თუ გინდა გასცე გრანტი საქართველოში, კი ბატონო, ამისთვის გჭირდება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების თანხმობა, ანუ ხალხის თანხმობა. შენ თუ შემოგაგაკ ფული გრანტისთვის, ხალხი უნდა დაეთანხმოს ამ ყველაფერს. რას გვეუბნება ქალბატონი კოსი, რომ ეს კანონი არისო? ჩვენ ვიცით, რომ ხალხის თანხმობაა საჭირო, მაგრამ გვინდა რომ ქართული ხალხის თანხმობის გარეშე გავაკეთოთ ეს ყველაფერიო. ამით ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ მეორე ხარისხოვან ხალხად მივარჩნივთ, რომელიც რაღაც დაბალი დონე ვართ, ეთყობა მისი წარმოდგენით და ჩვენ ქართულ ხალხს არაფერ არ ნაკითხონ, ისე უნდა დახარჯონ ფული. მათი მიზანია რომ ახსოვდეს მარტა კოსის მიერ გაჟღერებული სურვილი და მიზანი რომ გვერდის ავლის მექანიზმები არსებობდეს, რათა მათ თავისუფლად შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში შავი ფული, რომელთაც შემდეგ დააფინანსებენ სხვადასხვა კამპანიებს, შემდეგ ნახავთ ისევ და ისევ დაფინანსებულ სიზრულის ენას, დაფინანსებულ ზიზღის კამპანიას. ფარსმენ ორგანიზაციების მიმართ მიმდინარეობს თევნა, ცდილობენ რომ ამ ხალხს საერთოდ აღარ ქონდეს დაფინანსება და ცდილობენ რომ ეს ხალხი საერთოდ აღარ იყოს საქართველოში. გვერდისავლა არ უწევს ეს ხალხი მუშაობს, ფუნქციონირებს ჩვეულებრივად და ამ ქვეყანაში გვერდისავლა თუ ფიქსირდებოდა, რომ მე მახსოვს ივანიშვილის რეჟიმი რო ეხმარებოდა რუსებს სანქციებისგან გვერდისავლაში. ახლა სხვა გვერდისავლის ფაქტები არ ვიცი. როდესაც უცხოური ფონდები და დონორები დონორებმა ჩაანაცვლეს გრანტების ხელშეკრულება პირდაპირ ფიზიკური პირებისთვის ფულის ჩარიცხვის და დაქირავებით, ეხლა რა გონიათ ეს იმალება, ჩვენ საახლობლოში ხალხი არ არის, არ გვესმის ეს ყველაფერი. მართლა ის ხوار შტერები ხარ როგორი ვარ ქართული. მკვლევარებად ადამიანების. დიახ, როდესაც უცხოური დონორები გრანტს აღარ ართმევენ ხელშეკრულებას, სხვა რაღაცას ართმევენ და თავის თავს იტყუებენ თუ საქართველოს სახელმწიფოს ატყუებენ, ეს არ ვიცი, მაგრამ ყველას შევახსენებ, ეს არის კანონის დარღვევა და შეეშვან ქართული ხალხის შტერად ჩათულა. რაც ეხება ხა კონკრეტულად ესტონეთში დარეგისტრირებული ამ დეტალებზეც ინფორმაციას არ ვფლობ. საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებაში, თავისუფალ მედიაში, ოპოზიციურ პარტიაში და ზოგადად განსხვავებული აზრის ნებისმიერი ორგანიზების ფორმით გამოხატვაში ხელს უშლის ხელისუფლება. ეს არის ფაქტი. ეს გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალების ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ ასევე ნინო ლომჯარიას ევროპული ორბიტის ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ იგივე მისამართი გახლავთ ეგრეთ წოდებული მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი პუბლიკას ესტონეთის მისამართი და კიდე რამდენიმე სხვა ასეთი ორგანიზაციას. აი ეს არის, რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძდება იქ, თითქოს ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ზეთხეთსაც გაჩვენებთ თუ გინდათ და Google Maps-ში იძებნება ლიანდაგის გვერდზე არსებული რაღაც დანგრეული შენობა და ამას გვეუბნები რომ ეს არის ესტონური ორგანიზაცია. Აფოშოს დანგრეული სახლები თუ ადარდებს, მე შემიძლია მივხვდითო 10,000-ზე მეტ ავარიულ სახლს, რომელიც თბილისშია და ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს და მე მას ურჩევდი რომ ეგ პაპიცი გიგაურის თუ ვიღაცების დევნას ესტონეთში და ერევანში, აი აქ თბილისში რო დანგრეული სახლები მაგაზე იზონოს. რელევებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ბოლომდე მოსპოს სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში, უნდა ქართული ოცნების რეჟიმის მოშორება, იმიტომ რომ ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ განვითარების რაიმე ტიპის პერსპექტივაც კი, რეალურად აი ამას პობს ქართული ოცნება. ამიტომ ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი ამ კანონების განკაცრებით არის აი ამ სივრცის დახრჩება, იმიტომ რომ ეშინიათ განსხვავებული აზრით. ახსენეთ მაგალითად სიტყვაზე პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და ეს ფინანსდება, ამის რეკლამირება მათ შორის თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავის შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. სახელმწიფო რატომ განსაზღვრავს მე რა ტიპის პოდკასტებს ჩავწერ და ვისი? არა, პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის. იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში მოსულები, რასაც აკეთებენ ძალიან მძიმე საქმეს საკუთარი ქვეყნისთვის და მათთვის პრობლემას როგორც ჩანს არ წარმოადგენს, ან შეიძლება წარმოადგენს კიდევაც, მაგრამ იმდენად არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ პარტიულ დავალებას, რომ პრაქტიკულად საკუთარ ბიოგრაფიას და საკუთარ წარსულს გამოუცხადეს ბრძოლა. მე არასდროს არ მიმიღია დაფინანსება
ქვეყნის გარედან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით. არასდროს არ მემიღია ასეთი დაფინანსება. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ამ მიზნით არ მიგიღიათ, მაგრამ ხომირებით დაფინანსება. მოგეთ ეს კანონი მაშინ რო ყოფილიყო, მე ასეთი ჰიპოთეტური კანონი არასდროს დამირღვევია. მარტივად გეუბნებით.